ეხლა მე თქვენთან მაქვს ესეთი შეკითხვა. აი ადამიანი ტაძარში რატომ უნდა დადიოდეს? თქვენი აზრით. აი ვინც დადიხართ, მოდი მათ ვკითხოთ. ვისთვის უნდა დადიოდეს მორწმუნე ადამიანი ტაძარში? ცოდა რომ აინანიოს, რომ ილოცოს, უფალთან რომ ახლოს იყოს კიდე რისთვის. ტაძარი არის ადამიანისა და ღმერთის შეხვედრის ადგილი. ადამიანი უნდა, ესე იგი, კვირაში ერთხელ მაინც. აი კვირა დღე უსათუოდ უნდა გადადოს ყველაფერი და ტაძარში მივიდეს. მოკრივეები ხო გინახიათ. რა ხდება ხომ? აი დაუშვათ 3 რაუნდია ან 5 რაუნდია. რაუნდებს შორის რა ხდება ხომ? ბიჭებს უფრო აუთო? შესანება, ამ შესანების დროს რა ხდება? ესე იგი, თოხს და ბარს აძლევენ და იმუშაოს. როგორ? ისენებს წყალს დაალევინებენ, ცოტა გააგრილებენ, ცოტა დაარიგებს თავისი მწვრთნელი ხო მართალია, ანუ გეშებს, ახალ მითითებებს მისცემს. ეგრე არ არის კუთხეში, ყველას ხოთა ორივეს ხო თავისი კუთხე აქვს. ცოტა მოასრულიერებენ, დაამშვიდებენ, თან ენერგიას აღიდგენს, თან წყალს დაალევს, თან ცოტა გაგრილდება, თან რჩევა დარიგებას მიიღებს, ხო მართალია? და აი ეს ტაძარში წირვაზე წასვლა კვირა დღეს მაინც, ერთი დღე მაინც. აი ესე ჰაერივით გჭირდება. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ორი მოკრივედან ერთი რო დაჯდეს ცოტა ხანი თავის კუთხეში და მიიღოს ეს ყველა ნუგეში რაც ჩამოთვალეთ და მეორე რო არ დაჯდეს და მაინც იდგეს და ხელებს იქნევდეს და არც წყალი დალიოს, არც მწვრთნელის დარიგება მოისმინოს, არც დაჯდეს არაფერი. მეორე რაუნდი რო დაიწყება, ვინ უფრო იქნება მომართული საჩხუბრად? ვინც დაისვენ. ხო და ჩვენ ყოველ კვირეულად, ყოველდღიურად აი ამ სულიერ ბრძოლას გავდივართ ბავშვებო. ჩვენ არ ძინავს ჩვენი ცხონების მტერს. ეშმაკი ყოველთვის თავს გვესხმის, სხვადასხვა ვნებებით, ცოდვებით. ამიტომაც ჩვენ კვირის ბოლოს უნდა მივიდეთ ტაძარში, აღსარება ვთქვათ, რჩევა დარიგება მივიღოთ, უნდა ვეზიაროთ. აი კრივის სცენაზე რო ვთქვათ, ცოტა სული უნდა მოვითქვათ. და მე ახალი კვირა, ახალი შემართებით უნდა დავიწყოთ. შეცდომებისგან დაზღვეული არა ვართ. როგორც ის მოკრივი არ არის დაზღვეული. ხან შეცდომას დაუშვებს, მე ამ შეცდომის შედეგად კიდევაც მოხვდება, დაზიანდება. ხო და ჩვენ კვირის ბოლოს რომ მივალთ, გვანუგეშებს უფალი იქ. იმ სასულიერო პირის, ჩვენი მოძღვრის მეშვეობით. მე აი ამდენჯერ აღმინიშნავს და ეხლაც ვიტყვი. რამხელა წყალობა მოიღო ღმერთმა, რომ ეკლესიაში მოძღვრის ინსტიტუტი არსებობს, აი მოძღვარი რომ არსებობს. ეგ რო არ უყავდეს, მე ალბათ აი არ ვიცი, შეიძლება ერთი კვირა ვერ გავძლო. იმიტომ რომ ხან რაღაცა ისე გიჭირს, რომ აი მთელმა დედამიწამ რო გითხრას, რომ ეგ არ აუშავს, ეგ კარგად იქნება. ჩემს გულს შვებას არ აძლევს ეგ. საკმარისია მოძღვარმა მითხრას, რომ არ აუშავს, ან რაღაც რჩევა მოვცეს, ან რაღაც ჩემი გული ისვენებს. აი მე რაც განმიცდე, ახლა იმას გიყვებით, არცად წაკითხულს და მოსმენს, მე პირადად. ზოგჯერ ყოფილა რომ ყველას უთქვამს რომ ეგ არ ვარგა, ეგ ცუდად გააკეთე, ეგ რაღაცა ესე ვიღაცა დაგცინებს, მაგრამ მოძღვარი რომ გეტყვის რომ ეგ კარგი იყო, პირიქით, კარგი იყო. ეს ვაღარ მაინტერესებს ხების აზრები ხომ და ჩემი გული ხარობს ამით. ან შეიძლება ზოგჯერ მითხრან რომ ეგ კარგი იყო, ასეთი იყო, ისეთი იყო, მაგრამ მივიდე მოძღვართან და მითხრას რომ ეგ არ ვარგოთ. გესმით? ჩემი სიტყვა, მისი სიტყვა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელმა დედამიწამ ერთად რომ ითხრა. რატო? იმიტომ რომ ადამიანს როდესაც მოძღვარი ყავს და მას ენდობა, მას უფალთან აქვს ურთიერთობა. იქ ღვთისმადლი მოქმედებს, იმ აღსარებაში ღვთისმადლი მოქმედებს. ნახეთ მეორე ნეტარება როგორ არის. აი მაცხოვარი რომ მთაზე უქადაგებდა ხალხს, მათეს სახარების მე-5, მე-6, მე-7 თავებია მთაზე ქადაგება ასე ქვიათ. შეგიძლიათ წაიკითხოთ ძალიან ისეთი რჩევა დარიგებებია. პირველი ამითი დაიწყო 9 ნეტარებით. და მეორე ნეტარება ნახე რას ამბობს, ნეტარიყვნენ გლოვარენი გულითა, რამე თუ იგინი ნუგეშინის ცემული იქმნენ. ანუ ბედნიერია, ნეტარება რა არის, აი ბედნიერების მწვერვალი. ბედნიერია, ვინც გულით ნანობს.
რადგან ის ნუგეშინის წემული იქნება, ანუ ღმერთი მას ანუგეშებს. ესე იგი, და წმინდა მამები რას ამბობენ, იცით, როდესაც ადამიანი ნანობს თავის წოდვას, მას ამ ტკივილთან ერთად, სინანულთან ერთად ღვთისგან აი ეს სითბო და სიხარული ჩაეღრება. გესმით, აი შენ გიხარია ამ დროს. გიხარია. და ამ სიხარულს ადამიანს ვერაფერი ვერ მიანიჭებს. აი ხო არის რომ გული დამძიმებული გაქვს და მეგობარს მოუყვები რაღაცას და მაინც ხო ცოტა ამოისუნთქებ რა რაღაცა რომ ვიღაცა რო თანაზე არია. ეგ იმასთან შედარებით არაფერი არ არის. მოძღვრის პირით რო უფალი გეტყვის რაღაცას. თუნდაც გამხილოს. თუნდაც გითხრას რომ ეგ ცოდვა იყო და არ უნდა გაეკეთებინა. მაინც შენი გული ნუგეს გძნობს, როდესაც შენ სინანულით მიდიხარ. ამიტომაც ვამბობ, რომ ყოველი კვირის ბოლოს ადამიანი ამ ნუგეს საკუთარ თავს არ უნდა აკლებდეს. იცი რატო იტანჯებიან ადამიანები? იმიტომ რომ არ ნანობენ თავის წოდებს, არ მიმართავენ მოძღვარს, არ გადაუშლიან გულს. ზოგჯერ ასეთი რამეც ხდება. ჩვენ რაღაცა წოდვა გვაქვს და აი ჭირივით გვეზარება რომ ის თქვათ. აი ვერ ვამბობთ, გცხვენია. და წმინდა მამები ასეთ რამეს ადარებენ, რომ აი წარმოიდგინე რომ უბეში რომ მორიელი გიჯდეს ახლა. მე პატარა ობობა დაინახეთ და არ იქაო და უბეში რომ მორიელი გიჯდეს ახლა და ხო გაწვალებს, აბა როგორ მოისწენებ ისო. მაგრამ ეს არის უთქმელი წოდვა. მაგრამ წოდვას რომ მიტყვი, აი თითქოს ეს მორიელი მოიგლიჯე და გადააგდე და რამხელაშობას განიცდი, აბა წარმოიდგინე. იმიტომაც წმინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს. აღსარებამდე და აღსარების შემდეგ გადაიღეთ ფოტო. და თქვენ თვალნათლი ვნახავთ განსხვავებას. სხვადასხვა ამ ბოლოს იყო რაღაცა შემეშალა, შეცდომა მომივიდა და ძალიან დარდობდი. და აი ესე ვიყავი რომ როიტყვია რომ დანაკვირს არ უხსნის. ხო და მე მივედი მოძღვარს ესაუბრე და იქიდან რომ წამოვედი, არ ვიცი, ისეთი გახარებული ვიყავ. ის გამახსენდა სწორედ რომ მე რომ მართლაც გადამეღო ფოტო აღსარებამდე და აღსარების შემდეგ, აი როგორც ცადა დედამიწა ეგეთი განსხვავება იქნებოდა. ამიტომაც ეცადეთ რომ ეს ნუგეში არ მოაკლოთ თქვენ თავებს. ყოველ შემთხვევაში თუ მაინც გავიდა დრო და ვერ მოახერხეთ ის რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, იცოდეთ მაინც რომ ეს ნუგეშია და ყველა შეუძლია რომ ეს ნუგეში მიიღოს. ხვალ იქნება თუ ზეგი იქნება, როცა გაგიჭირდებათ ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ ადამიანი გაჭირებას მიიღავს, სულიერ გაჭირებას, რაღაცა დაგიმძიმდება და მაგას მიიღავს. იშვიათად სიხარულსაც, მაგრამ უფრო ამას.